იხილავთ რეფერს დავით ნაზარაშვილს, რომელიც კიდევ ერთ-ერთი გამოცდილი კრივის მსაჯია. ალბათონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოკრივე ლურჯკუთხეში, თბილისიდან გოგა გამისონია. You flinched at pressure, I breathed it in. Turned every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you'll rise again. Fingertips raw on cold steel bars. Counting breaths like falling stars. მოკრივე ზუგდიდიდან ველოდი მიქელაია. Mine's written in bold. Not 89 with 0 short squats. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My nails not given, it's burned in, yeah. They ask why I never close for the flash. მეგობრებო, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წყვილი, საბრძოლო წყვილი თქვენს წინაშე 76 კილოგრამი დებიუტანტი მოკრივეები, გოგა გამისონია, თბილისი, რომელიც ასევე წარმოადგენს კრივის კლუბ გლებს, ხოლო მის წინააღმდეგ ზუგდიდელი ველოდი მიქელაია. ორივე ეს მოკრივე არის დებიუტანტი მოკრივე, გოგი გამისონია. როგორც გითხარით, კრივის კლუბ გლებში ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის, გლების მოკრივეები კი ყოველთვის გამოირჩევიან დიდი ბრძოლის უნარიანობით, საუკეთესო მომზადებით. რაც შეეხება ველოდი მიქელაიას, ის წარმოადგენს ქალაქ ზუგდიდს და ამით ყველაფერია ნათქვამი. ზუგდიდში წლების განმავლობაში უძლიერესი სპორტსმენები იზრდებოდნენ და იზრდებიან. შესაბამისად მე ძალიან მაინტერესებს ეს ბრძოლა. ნახოთ ვინ შეგძლებს უპირატესობის მოპოვებას. ველოდი მიქელაია შეტევაზე უძლიერესი დარტყმა და თითქმის ნოკდაუნშია მეტოქე. შეძლო ფეხზე დარჩენა. გამისონიამ რა ძლიერ დარტყმებს გაუძლო, თუმცა გრძელდება მიქელაიას იერიში. შესანიშნავი დასაწყისი ამავთა ბრძოლის დებიუტანტმა მოკრივეებმა ნამდვილი რინგზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. იგრევა დარბაზის შეძახილებით თავიდანვე ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო ბრძოლა. ყოჩაღ მიქელაიას და ყოჩაღ გამისონიას, რომელმაც უძლიერეს დარტყმას გაუძლო და ფეხზე დარჩა. ახლა კი თავად ვცდილობს დარტყმების მიყენებას. კარგად შევიდა გოგი გამისონია. გაცდა დარტყმა მიზანს. ხედავთ საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ორთაბრძოლა. ზუგდიდელი მოკრივეები ვახსენეთ და მინდა გითხრათ, რომ აპრილის თვეში სწორედ ზუგდიდელი მოკრივე გივით ოდუა დაიცავს თავის მსოფლიო ჩემპიონის გამართ თბილისში გრანდიოზულ საკრებულო შოუზე. აქედამე მინდა გითხრათ, რომ მოემზადეთ ამ შოუსთვის
ნიუთო დუა უკვე ემზადება ძალიან აქტიურად და შესანიშნავ ასპარეზობას შესთავაზებს ქართული კრივის ყველა კომანდს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული კრივი აი ამ ორთაბრძოლების შემდეგ ქართული პროფესიონალური კრივი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზეა. რაც შეეხება ამ ბრძოლას, ნამდვილად კარგი და საინტერესო დაპირისპირება იყო. საუკეთესო ორთაბრძოლა იყო. კარგი დასაწყისია დებიუტანტი მოკრივეების კვალობაზე. ნახოთ როგორ გაგრძელდება ამ ორთაბრძოლაში მეორე რაუნდი. განახლდა ორთაბრძოლა მეორე რაუნდი კვლავ აქტიურად ცდილობენ მოკრივეები დაიწყონ დაპირისპირება. ეს არ იყო ნოკდაუნი ფეხის აცურების შედეგად. მოხდა დაცემა, გრძელდება დაპირისპირება. ორივე ნამდვილად ძალიან კარგი მოკრივეა. ვნახოთ ვინ უფრო შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. სადებიუტო ბრძოლას ყოველთვის ახლავს ნერვიულობა, ყოველთვის ახლავს დაძაბულობა, თუმცა იმიტომ არის კრივი ურთულესი სპორტი, რომ ყველა ეს დაძაბულობა უნდა გადალახოს მოკრივემ, გადალახოს სპორტსმენმა და საუკეთესოდ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, ვინც უკეთ შეძლებს საკუთარი თავის კონტროლს და შესაძლებლობების წარმოჩენას, გამარჯვებულიც ის იქნება. შეტევაზე კარგი შეტევა გოგი გამიშოვნიას მხრიდან შეძლო რთული სიტუაციიდან გამოსვლა ველოდი მიქელაია. სასიხარულოა, რომ მართლაც შესანიშნავი ორთაბრძოლები მიმდინარეობს და ყველა ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ხალხი ესწრება ამ საკრივო შოუს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დებიუტანტი მოკრივე არის, ზე ჩვენ ხედავთ თუ რა მაღალი დონის კრივს და დაძაბულობას აჩვენებენ მეტოქეები ერთმანეთს და სავსეა ფაქტიურად დარბაზი და ძალიან ემოციური უშემატკივრობა მიდის. შეტევა კიდევ ერთი გამიშოვნიას მხრიდან რაუნდის ბოლოს კვლავ ცდილობენ მოკრივეები აქტიურობას. კიდევ ერთი ძალიან დაძაბული რაუნდი იქნება.
არც ერთი მოკრივე რამის დათმობას ამ დაპირისპირებაში აშკარაა. შეგახსენოთ, რომ დღევანდელი დღის მთავარ ბრძოლებში იბრძოლებენ გიორგი გიგნიაშვილი, ირანელი მეტოქის წინააღმდეგ, ასევე ხეონა ფიროსმანაშვილი, აზერბაიჯანელი მოკრივის წინააღმდეგ. ძალიან დაძაბულ და საინტერესო ბრძოლებს ველით, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამოდის ძალიან მაგარი საკრიო შოუ. მე პირადად კმაყოფილი ვარ და ფაქტია, რომ კმაყოფილია კომაგით, რომელიც მოსულია აი ამ ბრძოლებში. გამისონი არის აქტიური, თუმცა უძლიერეს დარტყმებს აყენებს. მელოდი მიქელაიაც შორიდან ძალიან დაძაბული, ძალიან დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. ეთხოვათ მოკრევეებს, რომ ძალიან დაიღალნენ. ემჩნევათ, რომ აღარ აქვთ იმხელას ისწრაფე, თუმცა არც ერთი მათგანი, არც ერთი წამით არ აპირებს, რომ დანებდეს. როგორც კი ერთი აქტიურებს, მეორე მაშინვე ცდილობს, რომ უპასუხოდ არ დატოვოს მეტოქის იერიში. თუმცა ემჩნევათ, რომ მოკრევები აშკარად დაიღალნენ. სადებიუტო ბრძოლაა, ძალიან რთულია. ასპარეზობა მით უმეტეს აი ამ ინტენსიური დაპირისპირების ფონზე. Had the guts, got the glory. Went the distance, now I'm not gonna stop. Just the man and his მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი, ვისაც შერჩა მეტი ენერგია, ვისაც შერჩა მეტი ძალა, ვინც უკეთ მოემზადა, ვინც მეტი ჩადო შრომა, ის შეძლებს უკვე საკუთარი თავის წარმოჩენას. ნახოთ გადამწყვეტ რაუნდს როგორ ჩაატარებენ მოკრევები. ძალიან ინტენსიურად არის რაუნდი დასაწყისი. როგორც ჩანს ეს არ იყო ნოკდაუნი, თუმცა ძალიან ეფექტური მომენტი კი იყო. კიდევ ერთი პასუხი გოგი გამისონიას მხრიდან. ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს ნამდვილი ჩეხვა. ძალიან ძლიერ დარტყმებს გაუძლენ როგორც ერთმა ისე მეორმა მოკრევემ. აი ეს არის ნამდვილი კრივი. უნდა გაუძლო აი ამ ყველაფერს. დადგე საკუთარ ტკივილზე მაღლას, დადგე საკუთარ შეგრძნებებზე მაღლა, აჯობო საკუთარ თავს, გაუძლო ყველაფერს და მოიპოვო გამარჯვება. ყოჩახ ბიჭებს, ბრავო. ამ შემთხვევაში მიქელაია იყო ძალიან კარგი, თუმცა მაშინვე უპასუხოდ არ ტოვებს გამისონია.
მიქელაია ცდილობს ძლიერი დარტყმით გადაწყვიტოს ოთაბრძოლის ბედი, შეასრულებს ძლიერ დარტყმას და შემდეგ უკან იხევს. ეს როგორცაც მისი ტაქტიკის ნაწილია. გამისონიას შეტევა. რაუნდის ბოლოა, უნდა მოინდომონ მოკრივეებმა, ვისაც გამარჯვება უნდა, ყველაფერი უნდა ჩადონ. რომ რაუნდის ბოლოს აიდევ ნახეთ გამისონია ძალიან კარგი შეტევა. უძლიერესი დარტყმა მიეყენა და მიქელაიამ ყველაფერს გაუძლო. ყველაფერს გაუძლო და კვლავ ფეხზე დგას ველოდი მიქელაია. რამხელა გამძლეობა და რამხელას ვაჟკაცობა უნდა ამ ყველაფერს. ოჩახ ბიჭებს ურთულესი ბრძოლა, შესანიშნავი დაპირისპირება. დაღვრილი ოფლის სისხლი და ენერგია. მადლობა მოკრივეებს. უდაძაბულესი ასპარეზობისთვის, ნამდვილად არ ვიცი რაც გადაწყვეტენ. საჯები დაველოდოთ მათ ერთად. იქიდან ვერ აუწევთ ხელს, იქიდან მხრიდან აუწიე ხელი რა. იქიდან აქეთ აუწიე რა, აქედანაც გადავიღებ და ეს. მოკლედ, პატარა ტექნიკური ხაროეზი და ნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული ამ ბრძოლაში. შემდეგ ვეცნობით მსაჯთა გადაწყვეტილებას. დაწერილი ქულები ასე გამოიყურება 39-38, 39-37 და 39-37. გამარჯვება მოიპოვა ბრძოლაში მოკრივემ ლურჯკუთხეში ქოკა გამისონია. გამისონიამ მოიპოვა გამარჯვება ამ ოთაბრძოლაში. კრივის კლუბ მგლების მოკრივეს მის მწვრთნელ მიხეილ ბაკაშვილს საოცარი ოთაბრძოლა შემოგთავაზეს მოკრივეებმა.